სოლიდარობა კოლეგებს, გმობთ შანტაჟს, შეწყდა ჟურნალისტებზე ზეწოლა. TV25 მხარდაჭერას უცხადებთ. ამ სლოგანებით დღეს კინოთეატრ ოზურგეთის წინ გურიაში გამომავალი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და ტელეახ 25 ჟურნალისტთა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შორის მომხდარი ინციდენტი დაგმეს. ეს არ არის ერთი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტი, ეს არის მოვლენა და ეს არის ხელისუფლებაში არსებული გარკვეული წრეების დამოკიდებულება მთლიანად მედიისა და საზოგადოებისადმი და თუ დღეს დაუშვათ ბათუმელი კოლეგები აღმოჩნდეთ ამ სიტუაციაში ხვალ შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს. სოლიდარობას უცხადებ ჩემ აჭარელ კოლეგებს და გმობ იმ ფაქტს, რაც ამ ხნის განმავლობაში TV25 ჟურნალისტის ჯაბანანიძის მიმართ არის მისამართით ხორციელდება და არა მარტო ჯაბანანიძის, მე ვიცი რომ რამდენიმე ჟურნალისტის მისამართითაც ძალიან ცუდი ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში და ეს არის რა თქმა უნდა დასაქმებები და ჩემთვის არის მიუღებელი. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტსა და საჯარო მოხელის შორის ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჟურნალისტმა ჯაბამ ანანიძემ დეპუტატი ფარულ მოსმენებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშესვლაში დაადანაშაულა. ჟურნალისტმა აჭარის პროკურატურას საქმის გამოსაძიებლად უკვე მიმართა. დღევანდელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე დეპუტატებმა 22 საკითხი განიხილეს. საკრებულოს დროებითმა სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული ქონება გაყო. საკრებულომ თვენახევრის განმავლობაში ეგრეთ წოდებული აიპების რეორგანიზაცია მოახდინა. მათი ქონებების გაყოფის შემდეგ კი ქალაქად და თემად გამიჯნული სამსახურები დააფუძნა. ასე გამოიკვეთა, რომ დაუშვათ მუზეუმი არის რამდენიმე, ნაწილი მიეკუთვნა ქალაქს, ნაწილი თემებს დარჩა და არის სამსახურები, რომლებიც სერვის ცენტრი მაგალითად გაიყო, ორად ნაწილი დარჩება ქალაქს. ეს არის ისეთი ვრცელი სამუშაო, შრომატევადი, მინდა გითხრა და მე პირიქით მადლობას ვუხდი ყველა იმ სამუშაო ჯგუფის წევრს. აი ძალიან გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მე შეძლების დაგვარად ვერთვებოდი ამ ყველაფერში და მინდა ვთქვა, რომ მართლაც ნორმალურად აი წესის მიხედვით ჩვენ გვქონდა წესი, რის საფუძველზეც ეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა და ვთვლი, რომ ძალიან კარგი სამუშაო ჩატარდა. მთლიანად თავიდან იქნა განვლილი მთელი ქონება და გაიმიჯნა მუნიციპალიტეტებს შორის, მათ შორის არასამეწარმეო იურიდიული პირების ქონებაც, შეპსების ქონებაც. ეს ყველაფერი გამიჯნულია და მოცემული არის შესაბამის ცხრილებში. ჩვენ უშინგვიან ღამით დავამთავრეთ ეს პროცესი, ამავე დროს გავმიჯნეთ ვალდებულებები, გავმიჯნეთ შენობა ნაგებობები და ყველა აუცილებელი პირობა არის შექმნილი იმისთვის ახალმა მუნიციპალიტეტებმა, თვითმმართველმა თემმა და თვითმმართველმა ქალაქმა მიიღოს თავისი წილი ქონებისა. ოზურგეთის 2010 წლის მოწვევის საკრებულო ერთ რიგარეშეს ხდომას უახლოეს დღეებში კიდევ გამართავს. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის მერობის კანდიდატი მირზა ჩხიკვიშვილია. მირზა ჩხიკვიშვილი 1983 წლის 19 თებერვალს ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის ნომერ 4 საშუალო სკოლის მე-9 კლასი. 1996 წელს სწავლა გააგრძელა ოზურგეთის ინდუსტრიულ პედაგოგიურ კოლეჯში და მიენიჭა უმცროსი ეკონომისტის კვალიფიკაცია. 2000 წელს სწავლობდა ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტში ეკონომისტის სპეციალობაზე. 2003 წელს წარმატებით გაიარა ბუღალტრული კურსები. მირზა ჩხიკვიშვილი 2005-2008 წლებში მუშაობდა სამკურნალო ცენტრ ძლევაის ეკონომისტ ბუღალტრად. 2007-2009 წლებში ბავშვთა სამკურნალო ცენტრში ადმინისტრატორის თანამდებობაზე. ასევე 2007-2009 წლებში ოზურგეთის რეგიონულ სტომატოლოგიურ ცენტრში ფინანსისტ მენეჯერად. 2009-2012 წლებში სადისტრიბუტორო ქსელის დირექტორად ყავს 2 შვილი. რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიული მიდგომები და მეტი უშუალობა ხალხთან, მირზა ჩხიკვიშვილი საჯარო მოხელეს ამ კუთხით ხედავს. მთავარ მოსაგვარებელ პრობლემად კი ძიმე სოციალურ პირობებს ასახელებს. უნდა ეს რესურსი, რასაც ბიუჯეტი ქვია, იქნება ხალხზე ორიენტირებული. ეს რესურსი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ ხალხის საკეთილდღეობით. არ უნდა იყოს ამ რესურსის არასწორი ხარჯვა. ანუ მაქსიმალური ჩართულობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე
უნდა იყოს სწორად დახარჯული ყოველი თეთრი. ყოველი თეთრი უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველარი პრობლემა უნდა მოგვარდეს საფუძვლად. მერობის კანდიდატს უჭირს საკუთარ თავზე საუბარი და არჩევანს ქალაქის მოსახლეობას ანდობს. აი სპეციალურად შეგნებულად მე არ ვისაუბრებ უპირატესობას. ხალხმა გააკეთოს არჩევანი. დემოკრატია არის. მე მოუწოდებ ყველა ადამიანს გააკეთოს არჩევანი აი მისთვის ღირსეულ კანდიდატს. ხალხო, ხმამაღლა, გულახდილად გამოხატეთ თქვენი აზრი, მიბრძანდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. დღეს გვაქვს ამის შანსი. მირზა ჩხიკვიშვილის მერობის კანდიდატად წარდგენას შალვა ნათელაშვილი დაესწრო. კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა წინა საარჩევნო შეხვედრების ციკლი საკუთარ უბანში დაასრულა. ბეგის სიორიძე ფარნავაზ მეფის ქუჩის მცხოვრებლებს ხარდამჭერებთან და ოჯახთან ერთად შეხვდა. შეკრებილ საზოგადოებას პირველად სიტყვით ოზურგეთის სახელმწიფო თეატრიც სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ მიმართა. ისაუბრა თუ რატომ უნდა იქნეს არჩეული ბეგის სიორიძე ოზურგეთის მერად, რა უპირატესობები გააჩნია მას სხვა ოპონენტებთან შედარებით და სიტყვა მერობის კანდიდატს გადასცა. ბეგის სიორიძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მათი პრობლემები მოისმინა და განაცხადა, რომ იქნება თუ არა არჩეული იგი ქალაქის მერად, ამას მნიშვნელობა არ აქვს და საკუთარი უბნის მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლის პრობლემის აუცილებელ გადაჭრას დაპირდა. დღეს დავასრულეთ ამ შეხვედრით ჩვენი შეხვედრები. 116 შეხვედრა ჩავატარეთ. გავეცანით თითქმის ყველა ქუჩის პრობლემას, თითქმის ყველა უბნის პრობლემას. შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქ ოზურგეთის ნებისმიერი უბანი, ნებისმიერი ქუჩა რითის უნთქავს ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი არის და 3 დღე დაგვრჩა არჩევნებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გამარჯვებას ქართული ოცნება მოიპოვებს, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გამარჯვებას ქალაქ ოზურგეთის მერობის პოსტზე ბეგლარ სიორიძე მოიპოვებს და შეუდგებით ყველა ამ პრობლემის გადაჭრას ნაბიჯ და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი პრობლემა გადაუჭრელი არ დაგვრჩება. წინასაარჩევნო შეხვედრას სოფელ შემოქმედში კოალიციის ადგილობრივ ლიდერებთან ერთად ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძეც ესწრებოდა. მოსახლეობას სოფლის კანდიდატებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი მერაბ ჭანუყვაძეც წარუდგინეს. ისაუბრეს მომავალ არჩევნებზე, დასახულ გეგმებსა და სოფლისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე. შემოქმედის თემი 4 სოფელს, შემოქმედს, წითელმთას, კვირიკეთსა და გომს აერთიანებს. მივესალმებით ჩვენ მერაბი ჭანუყვაძის კანდიდატურას. ჩვენი უსაყვარლესი მოსწავლეა, ჩვენი აღზრდილია, ვიცნობთ მის პიროვნებას, ვენდობით ბოლომდე. ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ კანდიდატად იყრისკენს და ყველანი მის გვერდით ვდგევართ. მოგორებას ელოდებით პირველ რიგში. ყველა მე ასე ვფიქრობ, რომ ყველა პრობლემას ალბათ თითქმის მაინც შეძლებს დაგვარად. კვირიკეთის უბანი, რომელსაც გაზი აინტერესებს ძალიან და ყველა არჩევნების წინ არის დაპირება. მეორე საკითხი არის სტიქიიდან ზარალის მიყენება, რომელიც არის თხილის ბაღები, ჩვენი საარსებო მთავარი წყარო, რომელიც განახევრებული და გამესამედებულია. თუ კი რაიმე მოხდება ისეთი, რომ დაგვეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება. მომიწია ამ ერთი თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანთან მისვლა, რომლებსაც ძალიან ბევრი პრობლემები აქვს დარჩენილი, ყველა იმ პრობლემის რა თქმა უნდა, აი ამ გადაჭრის გზებზე საუბარი მათთან და რაც ყველაზე მთავარია, ის ძალიან დიდი პოზიტივი, რომლებიც მოდის ყველა ადამიანისგან. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება აი ამ პირობებში, როდესაც მაინც დარჩენილია რაღაც პრობლემები, რომლებიც გამოსასწორებელია, მაგრამ პრობლემების მიუხედავად მათი განწყობა მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იქნება გაცილებით უკეთესი. მერობის კანდიდატი ირმა კვაჭანტირაძე დღეს ამომრჩეველს უშუალოდ ქუჩებში ხვდებოდა. მათ საარჩევნო ბუკლეტებს ურიგებდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერას თხოვდა. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ის ერთადერთი ქალი კანდიდატია და გენდერული ბალანსის დაცვა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხია. მე გაოცებული ვარ ხალხის რეაქციით. მე გაოცებული ვარ იმით, რაც დღეს ხდება, გულისხმობ იმას, რომ ხალხს აღარ უნდა ის ძველი
ჭირდება ახალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ვიქნებით ჩვენ და მაქსიმალურად გავაკეთებთ იმას, რომ ამ ხალხის განსაკუთრებულად დიდი ტკივილი, გულგატეხილობა და იმედგაცრუება მაქსიმალურად შევავსოთ და ხალხისთვის იყოს ეს ყველაფერი სასარგებლო. ირმა კვაჭანტირაძე თვლის, რომ ამომრჩეველთან უშუალო შეხვედრა იმის თქმის უფლებას აძლევს, რომ მისი გამარჯვების საკითხი ძალიან რეალურია და მას ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებს შორის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. წარმოდგენილი 26 პროექტიდან 6-მა გამარჯვება მოიპოვა. მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებულ საკითხებზე ისაუბრეს და დამსწრეს საზოგადოებას ვიდეო რგოლი წარმოუდგინებს. პროექტის განხორციელებაში წვლილი ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობებმაც მიიღეს. მე ვფიქრობ, რომ სხვა აქტივობებისგან განსხვავდებოდა და რაღაცა ცოტა ორიგინალურიც იყო. მოსწავლეებმა შეკრიბეს მასწავლებლის ეგრეთ წოდებული რეპლიკები, ფრაზები და მოაწყვეთ მათი გამოფენა. ჩვენი ამ აქტივობის და ჩვენი შეხვედრის და ამ გამოფენის მიზანი იყო ზოგადად რომ ასე ერთად შეკრებილი რეპლიკები, ასე ვთქვათ, მასწავლებლებს ცოტა უცხო თვალით ენახათ, შეიძლება ისინი არ აკვირდებიან და ბევრი ადამიანი ჩვენს ნებისმიერი ადამიანი არ აკვირდება თავის ლექსიკას, მაგრამ შეიძლება რაღაც სასაცილო და ძალიან ხშირად უცნაური ფრაზაც კი ქონდეს ნათქვამი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტის განხორციელებაში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წილი და ასევე ერთი პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფინანსებული და მე ძალიან მიხარია, რომ ზოგადად სასკოლო პროექტების განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობა და თემის მონაწილეობა უკვე საგრძნობლად გაიზარდა და მათი წილი სასკოლო პროექტების განხორციელებაში არსებობს.